რას ფიქრობთ ჩვენი თაობის შესახებ, დღევანდელი ახალგაზრდობის შესახებ, რას გვირჩევდით რომ გამოვასწოროთ, რას მივაქციოთ ჩვენ ცხოვრებაში ყურადღება ალბათ, ნაწილობრივ ვილაპარაკეთ ამასთან დაკავშირებით. ბატონ გურამიძე ძალიან მე ისეთი ვამაყობ ჩვენ დღევანდელი ახალგაზრდობით, იმიტომ რომ იმდენი მომწავლელი საშუალება ეწოდებათ. დაწყებული 3 წლიდან უჩვენებენ იმას. სადისტი ბატი როგორ ან რაღაც ერთი მულტფილმებიდან დაწყებული მულტფილმებიდან სამდე შევლე ფიქრობენ კია წნერად ბავშვი წნერად კი არ არის იწამდა შეშიდებულია ისღადა შეში ხო რაღაც საშინელი მე იწყება ერთი ხო 6-7 წელს გახდებიან თავს როგორ ხერხავენ ადამიანს მე როგორ უნდა აფეთქონ რაღაცა მე ეს სული მასე ჩვენ დროს იყო იცით რა მულტფილმები ჩვენ ბავშვები ვიყავით ფიფქერაშვილი ჯუჯა ბემბი ჩვენი მშობლები ისა ცხიგთა ქორწილი როგორ ესეთი მე სული ტელევიზიები ესენი ისიც რასახით გადმოცემენ ეს დიქტორები რომ გინდა უთქვათ რომ რა კაი ქერტლის სამალი გამოვიდეო და გინდა უთქვათ რომ 150 კაცი დაიღუპა იმაში თუ დავია კატასტროფა ერთნაირი სახით აი ქალტონი ნინო ქაჯაიეს რა კარგი გადმოცემა ცხოვრება მშვენიერია და ესაუბრა ერთხელ აი თვალახილს რომელიც ბავშვებიდან ბრმა იყო და თვალი რო აიხილა და რაღაცა ერთ წმენას ისეთი ფაქიზაცია და ესენი სულ დადარაჯებული არიან ვინმე სულზე ცუდი ათქვევინონ და არ ვიცი მე მეგობარია ჩემი ბატონი არნოლ გეგეჭკორი იმ სპეროში დააგვიანა საკავშირო იმაში ის იყო წასული დელეგაცია ჩვენი შეყვა პერუში უდაბნოს თვალიერები ძალიან პუნქტუალური კაცი მე ამ უდაბნომ დაინტერესდა და დააგვიანა 20 წუთი და შეხვდა დიდი საყოველთაოდ რომ ჩვენ გეგონიო რომ დარჩიო თქვენ საქართველოში ალბათ არ ყოფილი ხართ არა აყოფილიყო გეტყობათ იმიტომ რომ მე ისეთი ქვეყანა მაქვს სად დარჩებიო რას ვიპოვი იმაზე უკეთესო რომ დარჩე სამუდამოდ რომ ისე არ როგორც გასახელებს თქვენ და იდა სამწუხაროდ ისეთიც მედია ვიცით ახლა არ არის ხო და ესეთი ქვეყანა გვაქვს რაღაც საოცარი მე გამოკვლევა ანდრა ფლორა რა ფაუნა ყველაფერი ამ პატარა კუთხეში მე ერთმანეთსგან როგორ განსხვავდება და აქ ადამიანი ერთხელ იბადებენ რომ იყოს ბედნიერი და ერთმანეთის სიყვარულში და ერთმანეთის თანადგომანი რომ ახასიათებს ძირითადი ეხლა რა დიდი ნაწილი გადასულია რომ ის არ ვარგე ეს არ ვარგე ესე იგი ვითომ თვითონ კარგია იმიტომ თვითონ კარგი უკეთესი კი არ ხდება ხვის არც იგივე არ რჩება უფრო ნაკლები რჩება რა პროფესიად გადაიქციეს და ყოველ გამოსვლაზე რომ იძახონ ისრაელი მან ისკრა ამ ცუდის ხრეკაში ამ ქვეყანაში და ჩვენი ახალგაზრდა კარგად უძლება იმდენი პრემია აქვს აღებული საერთაშორისო პრემიები აუარდება კი არის ეკლესია გაღებული მაგრამ იმის ირგვლივ იმ ხელას თუნებაა რომ შეიძლება აი გაუჭირდეს ადამიანს იქ შესვლა რა ახალგაზრდებზე რა ვთქვა ყველას აქვს კარგი შემდეგი შეკითხვა მე თქვენთან მექნება შეკითხვა ბატონო გურამ თქვენი ნაწარმოები სამოსელი პირველი ძალიან საყვარელია ყველა თაობის მკითხვევისთვის მაგრამ ალბათ მნიშვნელოვანია რომ ჩემი თაობის მკითხვევისთვის ჩემი თაობის მოზარდებისთვის არა მარტო ძალიან საყვარელი არამედ ძალიან აქტუალურიც არის ალბათ იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრ საერთოს პოულობთ დღევანდელობასა და იმ ქალაქების ყოფას შორის რომელიც თქვენ ნაწარმოებში აღწერილი მაგალითად კამორა ლამას ქალაქი და ასე შემდეგ აი ალბათ ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენს პოულობთ თუ არა საერთოს და თქვენს გავლებდით თუ არა პარალელს დღევანდელობასა და თქვენს მიერ აღწერილ ყოფას შორის თქვენს უკვდავ ნაწარმოებში. მადლობთ ასეთი გადაჭარბებული თბილი შეფასებისთვის. რასით ეს რომ დავიწყე მეწერა საერთოდ მაგიდასთან რა ხდება ვერ აუხსნელია იცით. დაბზენით აუხსნელია იცით აი როგორი და მე რო წავიკითხე იცით რომ დავიწყე წერა რა ძალიან სუსტად ზედაპირულად 26 წლის ვიყავი მაშინ სახარება და სახარება ხა მთლიანად დიდმა წიგნებმა ვერ იციან ისეთ სიმნია და ყოველ წაკითხვაზე აი მამაუჩვენო ზედაც ყოველ ახალ თქმაზე არ შეიძლება რაღაც ახალი არ იგრძნო იცით ან რაღაც გაკრავს გაიხსენო არასოობს ორჯერ ერთნაირად თუ რა თქმა უნდა როცა გულით და იმით კითხულობ და ეს აი მე ეგ რო გამოვიდა ეგ რომანები ძალიან გაგრძელდა და გართულდა მეორე იმის აი კამორას და კანდოსის გამოქვეყნება იმიტომ რომ იქ ამბებიც არის და
ეს ერთმა კრიტიკოსმა ისო ეგ ის არისო რა კოსმოპოლიტურიო, ნუ კოსმოპოლიტური კარგი იფიქრა ეს გასაგებია რომ უცხო სახელები ქვია და რაღაცა და ბულვარულია მე ისე საპირისპირო შეცვალა რომ რაღაც სხვების აზრი ნახა და რაღაცა და კოსმოპოლიტური და მე რომ ეგ მეკითხებოდა იცით ხა მეტი დიადი ვინ ყავს რუსთაველზე მეთქი და რუსთაველზეც ნამდვილად არ იქნებოდა ისე ცენზურა როგორც აქ მაგრამ მაინც გადაიტანა მოქმედება ინდოეთში და ხარტაეთში და არაბეთში და გადაიტანა მოქმედება მეთქი და ამიტომ გადავიტანა მე იქ ახლა ძალიან ხასაც ვერ უსვავდი რომ ეს მიხედვით რომ ეს თელი ის უძღებიშვილის ადგილი მოყვანილი მაქვს იცით ხო და მთელი ყველა ბჭყალებში რა თქმა უნდა და წერია იქ მეთქი რომ საიდანაც ვისარგებლე რომ ახლა მამიდა ჩემი გახლავთ ელენე დოეჩანიშვილი მცხეთური ბიბლია დაამუშავებდა მთელი ცხოვრება და დაარქვა მცხეთური ხელნაწერი ხსენება ის იყო იმ დროს და ხო და იქ წერია მეთქი რომ წავიდე უცხო ქვეყანაში უცხო ქვეყანაში რომ წავიდეს მეთქი გინდაც ქართველი ის სოფელი გავს ოთაშურის საქართველოს თავიდან პირველი ნაწილი უცხო ქვეყანაში რომ წავიდეს ადამიანი არ შეიძლება უცხო ქვეყანაში ესე იგი რომ წავიდეს მეთქი იქ რომ დახვდეს მეთქი ადმინისტრატორი რა ქვია მაყვალა და შვეიცარი ბიჭიკო იმათ ერქვა და იტალიაში წავიდა იტალიური სახელი და ეს მე უკვე ეხა თავიანთი ის აქვს რაღაც შეფარდება სახელების რაღაც წონასწორობა და იტალიური სახელებია იქით ესპანური და მე ეს კამურა რანერი დავწერე ნუ მაშინ არ იყო იცით ქუჩაში გასვლის დროს შიშის საშუალება რომ ბრმატყვით 90-იან წლებში მარტო ჩემი ნაცნობიდან 4 ადამიანი ჩემი ბრმატყვია ეს ხო რო შემთხვევით რა როგორ ერთმანეთს და არის ცირგენ რაღაც ერთს გადაეკრება ხოლმე იცით აი ესეთი კულტურული მაღალი გერმანია რა მოვიდეთ ამ ფაშიზმის 95% თუ რა ფაშიზმი მომხრე რო იყო მე ეს ახლა რო წყნარად ჩანა ქვეყნები იცით აი თქვა ჰოლანდია კარგი ესპანელების ვიცით ინგლისელი მეკობრეობა ჰოლანდიელები იცით რა მეკობრეობა ფრანგებმა რა ქნეს ის თემს სოფლიოს აი ესე წარმოდე აყვებიან სიტიმ ბოროტ ძალას მთელი ერი და აი ეს გადაეფარებათ რაღაც მაგდაგვარი ქონდა 9 აპრილის შემდეგ როგორ გიყვარდა ერთმანეთი და როგორ გახშირდა არაფრის გამო მოკლა პაპიროსი სიგარეტი რატო არ გაქონდა მაგით და ეს უნდა დავძლიოთ იცი და აი ეს კამურა ჩვენ და საუბედურად აგვიხდა აი 90-იან წლებში რო აიყო მართლა ქუჩაში გასვლა რო იყო დიდი რაღაც ხიფათთან საკავშირი ხო და ჩვენი ოცნება არის კანონდოსის თავისუფლება ნამდვილი და რაღაც მოჩვენები ნამდვილი თუ ქართული ხალხი როგორი დამპყრობლები ყავდა ჩვენ როგორი ზოგიერთი ის ქვეყანა საერთოდ არ არსებობს თუ არსებობს და ახლა მონღოლი ვისთვის რა წარმოადგენს საიშროებას და ეს წინა დამყრობები ახლა ჩვენთან შუმერები და ესენი ეგვიპტე დღეს აღებული აქვს არაბებს ეგეთ ქვეყნები გადაშენდებიან ხოლმე და აი ღვთისმშობლის წყალობით ჩვენ და ღვთისმშობლის რწმენა შეიცვალა რა რწმენით არც მინდა მაიმათი სახელები ხსენება მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ერთი ამერიკელის გვარი ბახშო სამწუხაროდ არ ვიტყვი და ერთი შტაბს-კაპიტანი რუსის რელიგია გადაცვალა საქართველოს მოსახლეობის ნაწილმა აი ახალი არც იმ რელიგიის დასახელება მინდა რომელ რელიგიასაც ეგა რუსთაველი, გურამიშვილი, ვაჟა-ფშაველა, ილია, აკაკი, ნიკოლოზ ბარათაშვილი. და ესენი რო არიცოდნენ ბადამ გურამ და ისტორია რო არიციან თავის ქვეყნის ამიტომ არის უცოდინარობის და უსწავლობის გამო მე ხვდებიან იმათ შესვლა გაგვიგზა და ჩვენ სხვა თემებზეც გადავედით. გვარის კურთხევასთან დაკავშირებით ადრე გებარათ ეს საქმე თქვენ ეხლა რა ხდება საზოგადოებისთვის საინტერესოა. არა, ეხლა მემაბარია ეს საქმე. ეხლა მემაბარია უბრალოდ მე დავავალე კიდევ სხვა საქართველოში როგორც ხდება ხო იცი რომ გეზარებო რაღაცა და სხვა სავალებ აი გავაკეთე მე. არის ასეთი ძალიან კარგი ადამიანია გვართა კავშირი კურირებს ეხლა მე მზედა მხედველობ ამ მათ საქმიანობას. ესეთი არის ბატონი ლექსო ნაზღაიძე მე ყველას ნებისმიერ ვისაც აქვს სურვილი შეუძლია მივიდეს სამების საკათედრო ტაძარში მეორე სართულზე იქ არის ხოლმე ლექსო კვირის განმავლობაში მე ესე მგონია
და მასთან ხდება ჩაწერა გვარის კუთხევაზე, ეს ერთი. მე ესე კაი კითხვა, იმიტომ რომ მინდოდა ამაზე რაღაცნაირად მე თქვა ადრე კი ვილაპარაკე, მაგრამ მე ქართველებს საერთოდ გვინდა ხოლმე რომ კიდევ ერთხელ თქვა, კიდევ გამეორება, გამესამება და გამიათება, არის ძალიან ბევრი. ხო და მას წინათ იყო ერთ-ერთი გვარის წარმომადგენელი მოვიდა ჩემთან და აღმოვაჩინე რომ როგორ მოახერხა, მე არ ვიცი, ყოველწლიურად ეწერება თურმე გვარის დალოცვაზე. მსგავსი რამ არ შეიძლება. გვარი ილოცება ერთხელ ეკლესიის მიერ და იმ დალოცვას ვადა არ გასდის. მე მინდა ვთქვა, ანუ დალოცვა რჩება დალოცვად. ისე როგორც ახლა რომ მოვინათლე მე, ამ ჩემ ნათლობას ვადა არ გაუვა და ხელახლა ნათლობა არ მჭირდება. კი, გვარი დალოცვა არ არის ახლა ნათლობა საიდუმლოა, გვარი დალოცვა საიდუმლოა, მაგრამ გარკვეულწილად ესეც საიდუმლოა, იმიტომ რომ ილოცება ყველა ეს ადამიანი, რომელიც არის ამ გვარის წარმომადგენელი. რაში მდგომარეობს გვარის დალოცვა? იკრიბება გარკვეული ოდენობა ადამიანების ამ გვარიდან, ქმნიან რაღაც თავის საზოგადოებას, ირჩევენ კონკრეტულ რომელიღაცა ხატს, საკუთარი ნების მიხედვით, შეიძლება ხატი იყოს მაცხოვრის სახელმწიფო, შეიძლება იყოს მაცხოვრის პანტოკრატორი, შეიძლება იყოს თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ან სხვა რომელიმე წმინდანის ან გიორგისიან, დემეტრესიან ვიღაცის, ირჩევენ ამას, მოდიან, როცა გვარი დაილოცება, ეს ხდება ერთხელ ხდება და მისი გამეორება არანაირად არ შეიძლება სხვა რომელიმე არც 5-იან, 10-იან, 20 წლის შემდეგ თუ ამ გვარმა რაღაც საშინელება არ დააშავა ერის წინაშე. ჩაიდინა. შესაშინელება არ ჩაიდინა და ეს ხატი, რომელიც მე უწმინდესისგან ნაკურთხი, მათივე არჩეული ხატი, გადაეცემა ამ გვარის წარმომადგენლებს, უკაცრავად გვარის ოჯახებში იწყებს ხატი მოგზაურობას. ამ ხატს უნთია ჩაუქრობლად კანდელი და ეკითხება თავისივე პარაკლისიან დაუჯდომელი, რომელი ხატიც არის. და როდესაც გვარის წარმომადგენლები იწყებენ ლოცვას, აი ეს არის სწორედ გვარის დალოცვა. და არა მხოლოდ ის, რომ ეხლა პატრიარქმა ამბიონიდან გამოაცხადოს, რომ მე ვლოცავ, რა თქმა უნდა ილოცება, მაგრამ აი ეს გვარის დალოცვა არა რაღაც ჯადოსნური ქმედება, რომ ვიღაცამ ესე კეთილმა ფერიან ჯადოსნური ჯოხი მოიქნიოს და ყველა ამ გვარის წარმომადგენელი ერთიან დაილოცოს. თუ გვარი არ ლოცავს, ვიღაცაც თვითონ ორგანიზატორი გააკეთებს ისე, რომ ვიღაცას ეხდება ჩაბარებული, რომ სიას აკეთებს და მას მიაკითხავენ და ხატი, არ ვიცი, თვითონ გადაწყვეტენ ზოგთან ერთი კვირა რჩება ხატი, ზოგთან ორი, ხო ეს არ ვიცი. თვითონ აი ეს არის მთელი პროცედურა, მეტი არა. ბატონ პარადასთან მექნება კითხვა, ძალიან დამაინტერესა ამ ისტორიულმა წამოწყებამ, რაც თქვენ წამოიწყეთ და ეს ისტორიული მშენებლობა თუ შეძლებს ქართველთა საყოველთაო გაერთიანებას, ეცვლომებას. დიახ, როგორც ჩვენ თქვით, შევძლებთ კი არა, ეს აუცილებელიც არის, რომ გავერთიანდეთ და მე მგონი ვერთიანდებით კიდევაც თითქმის უკვე რაღაც ძალიან კარგად მიდის საქმე. მე გეტყვით ერთ რამეს. აი, ყველამ უნდა შევიგნოთ ერთი რამ, რომ აი მე მაგალითად ორი ფონდს ხელმძღვანელობ, ფონდი იავნანა და ფონდი ივერიისა. როდესაც ფონდი იავნანასგან მივდივარ მე ვინმესთან მე მივდივარ სათხოვნელად და ვეუბნები, გთხოვთ, დაგვეხმაროთ, გვჭირდება, ეს ოჯახი გაჭირებულია, ეს ბავშვები გაჭირებულები არიან, უნდა დავეხმაროთ და ვიღებულ ამ შემთხვევაში როგორც ფონდი ივერიისა და მივდივარ სადმე, მე კი არ ვთხოვ, რომ დავეხმაროთ. მე ვაძლევ ინფორმაციას და გთხოვთ, რომ ყველამ გაიგოს და ვისაც სურვილი აქვს შემოვიდეს. აქ არის ყველაფერი ძალიან სურვილით. და რადგან აი სურვილით არის, აქ თითქოს ერთ მხრივ არ უნდა იყოს, მაგრამ თხოვნა არ არის და ესე პირიქით იცით აი სურვილზე რო არის დამოკიდებული, ისეთი სურვილია ხალხში, მეტი რო არ შეიძლება. უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ თხოვოთ ყველამ რომ გავრცელონ ინფორმაცია, როგორ კეთდება ეს, რომ ხალხამდე რომ ეს ტაძარი აშენდება ყველა შემთხვევაში. ეს მონასტერი აშენდება ყველა შემთხვევაში, იმიტომ ღმერთს უნდა. და უკვე არის ამის საშუალება, უკვე იმდენი შემოერთებულია, მაგრამ ყველაზე დიდი საწოდაობა იქნება ის, რომ ჩვენ ვერ გავაგებინოთ ეს მთელ ერს, რომ როცა აშენდება, ვინმე მართ თქვას, რომ მე რატო არ ვიცოდი, რატო არ მივიღე ამაში მონაწილეობა. აი ამაზე არის დღეს მთელი გულისწყეთა არ იყოს შემდეგ. გულისწყეთა არ იყოს, იმიტომ ყველამ უნდა იცოდეს ეს საქმე რა გეთება. ბავშვებო, შემდეგი შეკითხვა. მეც ბატონ პარადასთან მექნება შეკითხვა. მაინტერესებს გეხმარებათ თუ არა ეკლესიური ცხოვრება და ლოცვა სიმღერაში. მარტო სიმღერაში არა, ცხოვრებაში მეხმარება. აი მაგასაც გეტყვით. და სიმღერაში რა თქმა უნდა განსაკუთრებულად, იმიტომ რომ რა ვიცი, როგორ გითხრათ. სცენაზე როცა ხარ, რა ვიცი, მე მგონი ფარული ანგელოზი გვერდში უნდა ყავდეს, სხვანაირად დაკარგული ადამიანი ხარ და თუ ის შენ გვერდში არის, როგორც ცხოვრებაში, მაშინ გამარჯვებული გამოდიხარ. კი ძალიან. რამდენი წელი არასდროს სცენაზე დგახარ და
ხერით. 33 წელია, ოკეი, რაც საოპერო სცენაზე 34 მიდის. დაცემან მინდა დაუმთავრო ისე პატრიარქის სიტყვები დამონარიდი ქადაგებიდან საქართველოს კლავაც აუცილებლად გადარჩება და გავწყინდება, მაგრამ ამას განახორციელებს ის თაობა, რომელიც ღვთის ნების დამცველი და მისი მცნებების აღმასრულებელი იქნება.